ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევით ორმაგდება თქვენი ინსულტის განვითარების რისკი. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისათვის. ადამიანი ცვლის. დროების ადამიანი. მაშინ ჩემი ნაცნობი იყო, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა ხოლმე და მითხრა რომ მივდივარ პოლონეთის საზღვარზე და მოთხა რომ მეც წამოვალ თქო და გადავიღებ თქო. დიდი ხანი ვიღებდი ამ საზღვარზე და შემდეგ უკვე ჰუმანიტარული მისიით ამეთხანი არის ესეთი ფილანტროპი ამერიკელი, რომელთანაც ეს გოგო მუშაობდა და ამ კაცმა დაგვირეკა და გითხრა რომ უკრაინაში მიდიოდა და შემოგთავაზა რომ ჩვენ წავსულიყავით, იმიტომ რომ მე უკვე დოკუმენტური ფილმის კეთება დავიწყე იქ ამ გოგოზე თვითონ რომელთან ერთადაც ვიყავი და ამ კაცმა ის იცოდა და შემოგთავაზა რომ წავყოლოდით. ლვოვში ჩავედით მანქანით, მე იქიდან მანქანით კიევში და იქიდან წაგვიყვანეს უკვე რაღაც ბრონირებული მანქანით ბუჩაში, ირპინში და გოსტომელში, სადაც ერთი დღის გასულები იყო, რუსები ჩვენ რა შევედით იქ. არის სად დამავიწყდება იქ რაც ვნახე. და ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. მე რო შევედი, ეს გამები ჯერ გაწმენდილი არ იყო და საძმო საფლავებით და ყველაფერი მოვიარეთ, ნუ რაღაცნაირად და გზაზეც ძალიან ბევრი გვამები იყო, ადამიანების რაღაცნაირი, არ ვიცი, რთული მოსაყოლია, იმიტომ რომ მთელი უბედურება იყო იმაში, რომ ესე გზაზე მოდიოდი და ხედავდი მოხუც ადამიანს, რომელიც ველოსიპედით და პურით, აი დაკიდებული რო აქ ამ ველოსიპედზე პური სახში რომ იქონდა ალბათ თავის შვილიშვილებისთვის, იმიტომ რომ ძირითადად სარდაფებში ატარებდნენ დროს მას შემდეგ რაც რუსები შევიდნენ და ყველაზე მოხუცი ვინც იყო ოჯახში ის გადიოდა, რომ უკვე რო შეუძლებელი იყო შიმშილის გაძლება, რომ მოეტანა პური. და ამ დროს ალბათ გართობის მიზნით ესროდნენ ამ ხალხს თუ რისთვის ესროდნენ, გაუგებარია, ხო რატომ დაესროდნენ ველოსიპედზე მჯდარ მოხუც ბაბუას, რომელსაც პური მეაქვს სახში. და მთელ ქუჩებზე ხედავდი, რომ ამ იმაზე რა ქვია ადამიანებს ჰქონდათ გამოკრული, რომ ადამიანები, ლუჯი წარწერები, რომ სტარიკი, რომ რაღაც მინიშნებები ყოფილიყო, რომ ნუ შემოხვალთ ამ სახლებში, მოხუცები ვართ და ძეწი ბავშვები არიან და ადამიანები არიან და აი ეს იყო გადაჩხაპნილი ფლომასტერებით ეს წარწერები. რო ხვდები, რომ არ ვიცი საერთოდ ეს რა მდგომარეობა არის ადამიანის და როგორ მიდის ადამიანი მაგ მდგომარეობამდე, რომ იმის დროც რჩება, რომ ეს გადაჩხაპნოს. ის კი არა რომ იქ შევიდეს და იქ ჯოჯოხეთი მოუწყოს ამ ხალხს. ეს უნდა გადაჩხაპნოს, ანუ ყველაფერს უნდა გადაუაროს, რა. იმ სახლებშიც ვიყავით შესულები, რომლებშიც ცხოვრობდნენ ეს რუსის ჯარისკაცები და ნუ იქ გასაგებია რა, რომ ეს არის რაღაცა სახელდაკარგული ადამიანის მდგომარეობა, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, რომ გაანადგუროს და მოიპაროს. ეს რაღაც საოცრებად გაძარცვული ყველაფერი, კარადები გაღებული და ეს ტანსაცმელი, რომელსაც თავის ცოლებს და შვილებს უგზავნიდნენ იქიდან. და ერთხელ მახსოვს, რომ ესეც თქვი ერთგან, რომ ძალიან დიდი კონტრასტი იყო ჩემთვის იმ უკრაინელ დევნილებს შორის, რომლებიც საზღვარზე იდგნენ და ყველას თითქმის ხელში ეჭირათ ან მცენარე, ან ცხოველი, ან რაღაც სულიერი არსება, რომელიც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ხო? რაღაც სიცოცხლე მოქონდათ იმ თავისი ქვეყნიდან, რომელსაც ანადგურებდნენ, მოქონდათ სიცოცხლე. როცა მიდიხარ და შენ შეგიძლია რომ
არ იცი სად მიდიხარ, არ იცი რა გელოდება, სად უნდა იცხოვრო, როგორ გადარჩე, ლუკმაპურის ფული როგორ უნდა იშოვო, ხო? ამ შენ შვილებთან ერთად და ცხოველი რომ მოგყავს და მცენარე რომ მოგაქვს, იმიტომ რომ შენთვის ღირებული არის სიცოცხლე. და მეორეს მხრივ აი რუსის ჯარისკაცების ღირებულებები, რომლებიც შუბებს იპარავდნენ თავიანთ დახოცილი ხალხის სახლებიდან და ბავშვებს უგზავნიდნენ ნაძარცს. ჩვენთვის და იბრძვის ხალხი და ესეც შეიძლება დავინახოთ, ჩვენ ვიცით, სად უნდა ვიდგეთ. და მე მახსოვს უკრაინაში რომ ვიყავი მარიუპოლში, მარიუპოლელ გოგოს ველაპარაკე ზუმით და იმ გოგომ მითხრა, რომ მარიუპოლში რომ ვიყავიო, მეგონაო, რომ მთელმა სამყარომ დაგვივიწყაო. იმიტომ რომ იქ არანაირი ინფორმაცია არ შედიოდა და ვერც გამოდიოდა და აბსოლუტურ ვაკუუმში იყვნენ და ამ სარდაფებში ცხოვრობდნენ, რაღაც საშინელება იყო და რომ გამოვედიო პირველად რომ გამოვაღწიაო და ტელეფონი პირველად ხელში რომ დავიჭირე, იმიტომ რომ 30 დღე არაფერი არ მქონდა და რომ დავინახე საქართველოში, თბილისში რამდენი ხალხი გამოვიდა ჩვენ მხარდას ეჭერათო, ჩემთვის ეს ყველაფერს ნიშნავდა და მართლა კინაღამცრებლები წამომივიდა ეს რომ მოვისმინე და რაღაც თითქოს მომიბოდი შესავით, რომ 2008 წელსო მე არც ვიცოდიო რომ თქვენთან ომი იყო, იმიტომ რომ თქვენ ქართველებს გამოვლილი გაქვთ ეს ტკივილიო და გესმით ჩვენიო და ძალიან დიდი მადლობა ამისთვისო და სამწუხაროდ ისეთ რიტორიკაში ვართ აღმოჩენილები ამ ომთან მიმართებაში, რომ ჩვენი პოზიციები გასამყარებელია და თუ მე შემიძლია რომ ჩემი ისტორიით რაღაც პოზიცია დავაფიქსირო ქართველი ახალგაზრდის, რომელსაც ასე ესმის და რომელსაც ესმის, რომ ეს არის თავისუფალი სამყაროსთვის ბრძოლა და მისი რადარზე დარჩენისთვის ბრძოლა. ამიტომაც ვიყავი არ ვიცი. მიუხედავად იმის, რომ ახალგაზრდები შეიძლება ზედაპირულები ჩანან, შეიძლება ჩანს, რომ რაღაც სხვა ინტერესები აქვთ და აღარ ფიქრობენ რაღაც მნიშვნელოვან თემებზე, მე მგონია, რომ ჩემი თავობა თავის სათქმელს იტყვის აუცილებლად. როცა უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენც გავიმარჯვებთ და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინის გამარჯვებით დაიწყება ახალი ეპოქა სამყაროში. მე ძალიან მჯერა ამისი. ერთ-ერთი წამი არ მითხრა, რომ სხვა რამეზე ვიფიქრო. ადამიანი ცulis. დროების ადამიანი. ნაწარმოები შეიცავს თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან მოწყობილობის მოხმარებას. მოწევა ზიანს აყენებს მუცლად მყოფ ბავშვს. მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. გადაცემის ყოველ დღეს სპონსორია ბაზარი, ქალაქი ქალაქში, სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. მოგესალმებით, აჩო ზამბახიძე და სესილი ბოჭოიძე ვიქნებით 2 საათამდე თქვენთან ერთად გადაცემაში ყოველ დღე ვიწყებს წამყვანების საავტორო ბლოგით. დარბევების, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური წამების, დაშინების, კოლოსალური ფინანსური ჯარიმების, პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების უპრეცედენტოდ მასშტაბური დაკავებების თუ თავისუფლების შემზღუდავი რუსული სტილის კანონების ამოქმედების მიუხედავად, ამ ქვეყნის პროევროპელი საზოგადოება არ ნებდება. საქართველოს დადექი ამ მოწოდების ქვეშ გაერთიანდნენ გუშინ ბრძოლის
ტიპის მთავარ გამზირზე ადამიანები დადგნენ 214-ად და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ახალი არჩევნები რეჟიმის ტყვეების გათავისუფლებასთან ერთად. წინააღმდეგობა მრავალფეროვანია. აქციების პარალელურად რუსთაველზე შიმშილობას აგრძელებენ პოლიტიკოსები და აქტივისტები, როგორც მათი, ასევე გუშინდელ აქციაზე გამომსვლელების მთავარი სათქმელი იყო ერთიანობა, მათ შორის მეხუთე პრეზიდენტის, რომელმაც სიტყვით მიმართა შეკრებილ საზოგადოებას. პარალელურ რეჟიმში სინთეზის 11 პარალელურის პროცესი მიმდინარეობს და მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი სრულებით თავისუფალია საკუთარ თავთან, ქმედებებთან, რასაც უნდა, უბრალოდ სავარაუდოდ რასაც თხოვენ და დაავალებენ იმ გადაწყვეტილებას იოლად ყოველგვარი გართულებებისა და ხმაურის გარეშე მიიღებს, რამდენადაც ჩვენ ხალხი ამას ვერ გავიგებთ. აქამდე გვესმოდა ვხედავდით ფიზიკურად თუ არა დისტანციურად ყველა პროცესს ვადევნებდით თვალყურს და ამას მედიის დახმარებით ვაკეთებდით. დღეიდან კი ამოქმედდა ქართული ოცნების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები და ჩვენ მედიას უკვე აღარ გვაქვს უფლება დავესწროთ და შესაბამისად გადავიღოთ სასამართლოში თუ სასამართლოსთან მიმდებარე პროცესებიც კი. ვეღარაფერს გავიგებთ, ვეღარაფერს გავაშუქებთ და რაც არ უნდა მხატვრულად ჟღერდეს, ვისხდებით ასე სიბნელეში. ცხადია ინფორმაციული თვალსაზრისით, თორემ სინათლე რომ სიმართლის მხარესაა, ეს ყველამ კარგად ვიცით და როგორც ქართული ოცნების პატიმრები იტყოდნენ, ამ წყვდიათში ერთად მოგვიწევს ამ სინათლის ძიება, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე და სოლობის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი არიან ჩვენთან ერთად და მათთან ერთად ვისაუბრებთ მიმდინარე მოვლენებზე. ჩვენ ეთერამდე ვსაუბრობდით, რომ რაღა უნდა მოხდეს ალბათ ახალი და ეგერ პასუხი იყო, რომ ყოველთვის თითქოს როცა უკვე გგონია ირაკლი, რომ აი რაღა უნდა მოხდეს ახალი, მაინც ახერხებენ ჩვენს გაოცებას და გაკვირვებას. სანამ ამ ფაზებზე გადავიდოდეთ გუშინდელ აქციაზე მინდა გკითხო შენი მოსაზრება, რა იყო კიდევ ერთხელ 214 დღე, როგორ გამოიყურებოდა შენთვის? დილემშვიდობის, მადლობა მოწვევისათვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი უკვე ნათქვამია, ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის და ბრძოლის და წინააღმდეგობის ერთ-ერთი დამახასიათებელი მომენტი ჩემი აზრით არის ეს, რომ ყველაფერი არის ძალიან ცხადი, არ ჭირდება რაღაცა ესეთი წიაღსვლები, ძალიან გამოკვეთილი არის ის საფრთხე და ის კატასტროფა, რასაც პრორუსული რეჟიმი აწყობს და ასევე საზოგადოების უმრავლესობის ნება, რომ ეს შეჩერდეს და ძირფესენად შეიცვალოს. შემდეგ და აი ამ ასე ვთქვათ პრორუსული ბანდფორმირების თარეში შეწყდეს და ჩაბარდეს ასე ვთქვათ ისტორიას, ხო? ეს არის და ეს ამოძრავებს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც როგორც ვთქვით 214 დღე არის მინიმუმ. გამთენილებიდან ჩვენ მაინც ამ დიდი აქციიდან ვიწყებთ 100-ას თორე მანამდე და აი ის თქვენ რაც ბრძანეთ, რომ რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ აწი გაგვაკვიროს, ახლა ჩვენ რაღაც მომენტში ვიწყებთ, რომ ეს არის წლების წინ დაწყებული დიდი პროცესი და კონფრონტაცია, როდესაც საზოგადოებამ დაინახა ძალიან ცხადად ხელშესახებად, რომ აქ არის რუსული მმართველობის არის თუ არა ეს თარიღი 20 ივნისი განსაკუთრებით. ზუსტად მაგას გულისხმობ, ერთ-ერთი პირველი დიდი აფეთქება ჩვენ საზოგადოებაში და მას შემდეგ მე პირადად არ მახსენდება რაღაცა ესე ხანგრძლივი მშვიდობა, როგორც უყვართ რეჟიმის პროპაგანდისტებს ამ სიტყვის წარმოუდგენელი მატრიალი, ანუ ეს არის მუდმივი პოლიტიკური კრიზისი, მუდმივი ბრძოლა, მუდმივი ჭიდაობა და ფრონტის ხაზი ხან უკან იხევს, ხან რაღაცა უპირატესობა ქონდა ამ საზოგადოების მთავარი ღირებულებების დამცველ აქტივისტები იქნებოდნენ ეს პოლიტიკოსები და ეხლა ზუსტად ამ სიცხადეს ქმნის ის, რომ ამ ფრონტის ხაზმა გადმოიწია ყველაზე მთავარი ბირთვის ახლოს და უკვე ეს საზღვარის დარღვეულია, რაც ნიშნავს, რომ სასწორზე არის საერთოდ ფიზიკური ყოფნა არ ყოფნა საქართველოს როგორც სახელმწიფოსი და საზოგადოების და ელემენტარული ფუნდამენტური შერჩენილი შეიძლება ითქვას თავისუფლებები ადამიანების და ზუსტად აი ეს რომ რა არის მოსალოდნელი და ჩვენი ასე ვთქვათ გაკვირვება ან გაოცება ამ ნაწილში ახლა უკვე ადვილი ხდება რომ ძალიან ცხადად წარმოვიდგინოთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. გამომდინარე იქიდან რომ სამიზნე არის აი ეს ფუნდამენტური ღირებულებები, ხო? ანუ რეჟიმი მოქმედებს რა ლოგიკით, რომ ეს ხედავს პრობლემას მისთვის, ანუ შედეგი მისი დრაკონული და ასე ვთქვათ ტერორისტული მმართველობის ჯერჯერობით მას აქვს ძალიან მძიმე გამოწვევები და რესურსები არ ყოფნის, რომ ეს ერთიანად გააკონტროლოს, ანუ გადადგეს ეს ნაბიჯი და უზრუნველყოს, რომ ამან ჩაიაროს რაღაც ეს რბილად და მათთვის უპრობლემოდ, ანუ ეს ბრძოლა და შეჯახება გრძელდება და შემდეგ ასეთი რეჟიმების დამახასიათებელი არის, რომ რადგან აქვს შეუზღუდავი ძალაუფლება და თანხმდებით, რომ ოქტომბრის მერე ეს რეჟიმი გასულია ყოველგვარი კონსტიტუციური ჩარჩოდან და ნებისმიერი
განცხადება თუ გადაწყვეტილება, რასაც ისინი აცხადებენ, რომ ეს არის კანონი თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არის ფუნდამენტურად უკანონო, იმიტომ კი არა მარტო რომ არალეგიტიმური პარლამენტია და შემდეგ ყველა სახელმწიფოს შესაბამისად არის არალეგიტიმური, თავისი არსით არის ეს გადაწყვეტილებები შეუთავსებელი ნებისმიერი ნორმალური დემოკრატიის ფასადურობაზეც კი პრეტენზიის მქონე სისტემისათვის და აი ეხლაც ეს რაზეც საუბრობთ რომ უკვე სასამართლო დარბაზები ჩაიკეტა არის ამის ერთ-ერთი ნიმუში და სიმპტომი რომ ანუ ნახეს რომ ისინი ფეთქდებიან მუდმივად ამ სასამართლო პროცესებზე ამ უსამართლობის და ტერორის აი ესე თქვათ ყვირილით შეუძლებელი არის რომ ადამიანს ელემენტარული ორჯერ ორის გარჩევის უნარი ქონდეს შერჩენილი და შეხედოს ამას და არ მიხვდეს რომ ეს არის ჩვეულებრივი სადამსჯელო კონვეიერი ცინიკური და ერთგვარი სადისტური ტკბობით მომუშავე ხედავენ რომ ეს ძალიან აზიანებს მათ უფრო აღრმავებს კრიზისს მათი რეპუტაციის და არანაირ ლეგიტიმაციას ეს ხელს არ უწყობს ამიტომ ადვილი გამოსავალი მოინახა რა თქმა უნდა ის კი არა რომ დათმობებზე წავიდეს და რაც კომპრომისი არა უბრალოდ არ შეხედოთ ხო ეს ლოგიკა ამოქმედებს და აქედან გამომდინარე შეგვიძლია მომდენო ნაბიჯების პროგნოზიც რომ რა იქნება აკრძალვები იმიტომ რომ სისტემას დარჩა მხოლოდ ეს ენა სასაუბროდ ჩაკეტილია აი ამ განზომილებაში რომ ძალადობის ტერორის რეპრესიის ჩაგვრის განადგურების გარდა მას ინსტრუმენტი აღარ დარჩა გამომდინარე იქიდან რომ ამოცანა მათი მთავარი არის ძალაუფლების შენარჩუნება და არაფერი უკვე საზოგადოების უმრავლესობის ინტერესთან მათ არ აკავშირებს ჩვენი ბრძოლის ერთ-ერთი გასაღები და ალბათ მთავარი და ერთადერთი არის ერთიანობა რისკენ მოწოდებებსაც ვისმენდით ჩვენ გუშინ დემონსტრაციაზე თუმცა უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენ არ გვაქვს ერთიანი პოზიცია და სიცხადე ოპოზიციური პარტიებისგან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით და უნდა ვაღიაროთ რომ ეს გარკვეულწილად რაღაც დაბნეულობას და ზოგჯერ გაღიზიანებასაც იწვევს საპროტესტო საზოგადოებაში. ამის მიუხედავად მაინც გამოდის ხალხი ქუჩაში, მაგრამ რა უშლის ხელს ნინია როგორ ფიქრობთ ამ ერთიანობის შექმნას ოპოზიციურ ველზე ამ მიმართულებით? მოგესალმებით, ხო, რთული არის ამაზე პასუხი რა უშლის ხელს, იმიტომ რომ პასუხი ალბათ არის კონკრეტულად აი ამ პოლიტიკური პარტიები და მათ ლიდერებში, რომელთა უმეტესობა სამწუხაროდ ციხეში არის. აი ასეთ პირობებშიც კი რატომ ჭირს და ძნელდება რომ იყოს მიღწეული ეს ერთიანი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მე ვეთანხმები იდეას, რომ რეჟიმთან მართლაც ყველანაირი თანამშრომლობის გაუქმება მთლიანად უნდა გამოუცხადო უნდობლობა და არც ერთ მის მიერ დაწესებულ თამაში არ შეყვე. ჩემი პოზიცია ესეთია, მაგრამ მე უბრალოდ მიკვირს, რომ აი ასეთ პირობებშიც კი, როდესაც 7 პოლიტპატიმარი ყავს, მგონი 7-ია, ხო? 8 პოლიტიკოს გულისხმობ, როგორ არ ხერხდება, რომ ერთიან პოზიცია ან გამოსავალი არის, ან ერთიანად ვფიქრობ, რომ ყველა შეთანხმდეს და მართლაც ერთიანი ძალებით შეუტიოს და თუ რამე იმედი აქვს, მე არ ვფიქრობ, რომ ქართული ოცნებისგან იმის მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ ის ოდნავ მაინც წესიერ და კარგ არჩევნებს ჩაატარებს, ხო? მაგრამ თუ ამის იმედი აქვს, მაშინ ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ, ან ყველამ ერთად უარი უნდა თქვას. ამ შემთხვევაში არა რომელიმე გადაწყვეტილებაზე, არამედ მართლაც მთავარი დაკვეთა ვფიქრობ, რომ არის ხალხისაც ერთიანობა, ანუ ერთიანი გადაწყვეტილება. ასე იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინაც და მაშინაც ვერ მოხერხდა რაღაც საერთო სიაზე შეთანხმება, ну არ ვიცი ხა ვინ როგორ აფასებს მაშინ და ხო, აი მაშინ მაგალითად მე არ ვიყავი მომხრე საერთო სიის, არ მგონია აქ რაღაცას მოეხდინა, რაღაცა ცვლილება ყოფილიყო, იმიტომ რომ თუ ქართულ ოცნებას მიზნად აქვს დასახული, რომ გააყალბოს ეს არჩევნები, გინდ ერთი სიით მიდი და გინდ ცალ-ცალკე სიით ის ამას გააყალბებს და შენ დაგტოვებს ისეთ უმცირესობაში, რომელიც მას შეუქმნის დასავლეთისთვის თუ არ ვიცი ვისთვის რაღაცა შირმა იქნება, ვითომ დემოკრატია აქვს და სინამდვილეში შენ არ გექნება იმ პარლამენტში არანაირი ძალა, რომ მიიღო ან შეცვალო გადაწყვეტილება. ამიტომ მაშინ მე არ ვიყავი მომხრე ამ ერთიანი სიის, მაგრამ დღეს აღარ არის ხო საუბარი არანაირ ერთიან სიაზე, მაგრამ საუბარი არის ერთიან საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან გული მწყდება, რომ ახლა ვერ ხერხდება ამაზე შეთანხმება. გაკვეთაც ეს არის. საზოგადოების და თუ რამე იწვევს ნიჰილიზმს დღეს აი ამ პროტესტანტ ხალხში, ეს არის სწორედ
აი ესეთი ტიპის გადაუწყვეტლობა, აი პირიქით ან გადაწყვეტილება, სადაც არ მიდიან თანამშრომლობაზე ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან და აი ამ საერთო გადაწყვეტილებაზე. ფაზა არის ძალიან უცნაური, ჩემი შეფასებით დღეს რაც ხდება ჩვენ გარშემო, უცნაურია ძალიან და რა თვალსაზრისით. ეს ნიჰილიზმი, ეს რაღაცა გარკვეული უიმედობა, გარკვეული შიში, გარკვეული დაბნეულობა ვერ ვიტყვი ჩემი დაკვირვებით კიდევ ვიმეორებ რომ ერთ მხარეს არის. ამ ყველაფერს მე ძალიან კარგად ვხედავ ქართულ ოცნებაშიც. თითქოს აი ეს რაც უხეშად რო გავყო საზოგადოება ამ ორ ნაწილად ქართული ოცნება და ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები თითქოს ორივე ერთნაირ ემოციურ ფაზაშია. ორივეს ეტყობა დაღლაც, ორივეს ეტყობა ნიჰილიზმიც გარკვეულწილად, ორივეს ეტყობა რომ შედეგზე გასვლას ცდილობენ. შენი აზრით ეს დროში როგორ გამოიყურება, როგორ მივდივარ წინ და რომლის მხარეს რა ძალა დგას. იმიტომ რომ ხალხის მხარეს ჩემი აზრით სიმართლე როცა შემხარეს არის, აი ხა ანდროჯინაზე რასაც ამბობდა თავიდან პროცესზე, ხო? ჩემთვის ეს მართლა ესეა. სიმართლე შემხარეს დგას, ეს ძალიან დიდი კოზირია, ჟარგონულად რო ვთქვათ. როგორ ფიქრობ? რა თქმა უნდა, როდესაც გჯერა საკუთარი გადაწყვეტილების, საკუთარი პოზიციის, საკუთარი სიმართლის. ქართული ოცნების მხარდამჭერების საკმაოდ დიდ ნაწილს, რომელიც მით უმეტეს რაღაცნაირად ანგარებით არის კავშირში ქართულ ოცნებასთან, იმას ხომ არ შეჯერა იმისი, რასაც ამბობს და და ამიტომ ცხადია, მათთვის კიდევ უფრო რთულია, იმიტომ რომ იქ არ არის გულწრფელი რწმენა იმისარისთვისაც იბრძვიან ლაპარაკობ. მე ვიცი ზუსტად, რომ ძალიან დიდი ნაწილი ქართული ოცნების მხარდამჭერებისა, რომელნიც დღეს ხმამაღლა ვერ საუბრობენ, მათ დაინახეს, რომ ეს ქვეყანა მართლაც მიდის და მივიდა უკვე პრაქტიკულად, უკვე დიქტატურაში ვართ. ჩვენ აღარ მივიღეთ ის, რომ დემოკრატიისგან დაცული არის და ტოტალიტარიზმი და დიქტატურა მოვიდა ამ ქვეყანაში. მეორე ჩვენს მხარეს ამ შემთხვევაში, ვინც ჯერ კიდევ დგავართ და ვიბრძვით იმისათვის, რომ შევეწინააღმდეგოთ იმ დიქტატურას, რომელიც შემოგთავაზა ბიძინა ივანიშვილმა, არის დაღლა, ემოციური დაღლა. ეს არის ერთ-ერთი ნიჰილიზმს, რომელიც შეიძლება იწვევდეს და მეორე ის, რომ რაღაცნაირად ჩვენ ქართველებს ჩვენი ტემპერამენტით და ხასიათით ძალიან გვიყვარს ხშირად, რომ შედეგს მალე ვხედავთ და ძალიან ძნელია და ნამდვილი გმირები არიან ის ადამიანები, რომელნიც დაუღალავად 7 თვის მანძილზე ყოველ დღე. ისინი აკეთებენ ძალიან დიდ საქმეს და არავინ არ თქვას, რომ ამას არ აქვს არანაირი აზრი და არანაირი ფასი. ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. პრაქტიკულად ჩვენ ვინც აი მე მაგალითად რომელიც ვერ ვახერხები ყოველ დღე სიარულს ვარ ყოველთვის თელი სიცოცხლე მექნება მათთვის მადლობა სათქმელი რომ ჩემს მაგივრათაც ისინი იბრძვიან ყველაფერი იქნება აუცილებლად ერთადერთი არის რომ ჩვენ სამწუხაროდ უკვე როგორც თქვი ვართ დიქტატურაში დიქტატორულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ აშკარად ავტოკრატიულში რომელსაც ასე ადვილად ვერ ამარცხებენ ასე ადვილად ესეთი რეჟიმი არ მარცხდება ჩვენ უნდა ვიფიქროთ მუდმივად რომ ცვალოთ ხერხები ახასიახლე შემოვიტანოთ ჩვენს ბრძოლაში მე მაგალითად სულ ვფიქრობ რომ საჭირო არის რაღაცნაირად მივუახლოვდეთ უკვე აი ამ პროპაგანდისტულ მანქანებს საიდანაც რომელიც არის მთავარი საწამლავი აი ირაკლი რუხაძის ტელევიზია ეს არის ბიძინა ივანიშვილის შემდეგ მთავარი უდიდესი ბოროტება აი ამ ქვეყანაში არის ეს ირაკლი რუხაძე მის ტელევიზიასთან მიახლოვება და რაღაცნაირად მის მაყურებლისთვის ხმის მიწვდენა რომ აი ამ არხიდან თქვენ გატყუებენ და თქვენ მიყავხართ სიბნელეში და არა სინათლეში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის მშვიდობიან ფორმებზე რაღაცნაირად რომ ჩვენ იმ მაყურებელსაც მივწვდეთ უნდა ვიფიქროთ ასე რომ რაღაცნაირად აი ახალ ხერხებზე ახალ ფორმებზე გუმართებს ერთადერთი აი დიქტატურა ჩვენ საზოგადოების წევრებს და არა პოლიტიკოსებს. იოლი გასეირნება და მოკლეხნიანი ასე ვთქვათ, ეს ბრძოლის დასაწყისშივე პრინციპში ცხადი იყო. იკა გვარამიას საქმეზე დღეს გამოაცხადებენ განაჩენს, შეიძლება ახალი საქმეები აღიძრას სხვა ნიკასსა და სხვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით. რა გეგმები აქვს რეჟიმს? ირაკლი ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს რეპრესირებულთა სია ნელ-ნელა გაფართოვდება და პოლიტიკოსების შემდეგ რიგი მოვა უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების წამყვანად? შეგვიძლია ვთქვათ, ყველა ოპონენტის წინააღმდეგ არის ეს სისტემა უკვე აწყობილი ჩვენ საუბრობდით და ახლა სხვათა შორის ერთი არის ნაწილი საზოგადოების და მადლობა რომელიც უკვე ხედავთ ამ ბოლო წლების განმავლობაში რომ უფრო და უფრო
შემცირებისკენ მიდრეკილი ნაწილი, რომელიც ანუ არის ექსკლუზიურად რეჟიმის პროპაგანდაზე ჩამოკიდებული და აქედან გამომდინარე ავლენს გარკვეულ ქცევას, ეს ერთი და მეორე არის, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ორგანიზატორი, ანუ სისტემური წარმომადგენელი, ხო, რომელიც იონიშვილის პრორუსული რეჟიმის ამოცანებს ახორციელებს, ანუ მათ ცხადია, ანუ პროპაგანდას ისინი არ ემორჩილებენ, ისინი განსაკუთრებენ ამ პროპაგანდას და სხვათა შორის, ანუ წინა თვეების და გასული წლის ბოლოს რიტორიკა იყო, რომ რა დიქტატურაზე საუბრობთ, აი ხა შენ აქ ზიხარ და ამბობ, რომ დიქტატურაა და ამიტომ არავინ არ გჭირს და ეს რანაირი დიქტატურაა, ტოტალიტარიზმი, ხო, რა თქმა უნდა, ეს დემაგოგია იყო და უფრო შეეცდებიან ამის გაძლიერებას, უბრალოდ აი ახლა ვხედავთ, ხო, როგორი ჩარჩოები მზადდება, სასამართლოზე ვისაუბრეთ, აგერ უკვე დაამტკიცებენ და ამოქმედებენ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ასევე რეგულაციებს და აი ახლა რომ ამბობთ, რომ ეს არის უსამართლო, საერთოდ სადიზმის ზღვარზე მისული სადამშელო ორგანო და არა სასამართლო, ესე განყენებულადაც კი ეს შეიძლება უკვე გახდეს საფუძველი ნებისმიერი ჩვენგანის, ასე ვთქვათ, რეპრესიისა, ხო? ანუ ეს ლოგიკა არის მათი სამომავლო ნაბიჯების და ახლა პოლიტიკურ ოპონენტებზე რაც ვახსენეთ, გავიმეორებ ადრეს მithქვამს, რომ მე მგონი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ორგანო, რომელიც პრორუსულმა რეჟიმმა ჩამოაყალიბა და რომელზეც გადის მისი რესურსების, აი მთავარი ახლა ინვესტიცია, ეს არის ეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებლო კომისია რეალურად ეს არის. მასაც გაუგრძელეს. ღალატის კომისიასაც ეძახიან, რუსულ ფარსსაც ეძახიან და შემდეგ ეს არის ანუ ჩვეულებრივი ძალიან ქმედითი ორგანო რამ კუთხით რომ აი აქ დაკრისტალდა უკვე რეჟიმის აი ეს ფაზა დიქტატურის და ტოტალიტარიზმის რომ არალეგიტიმური რაღაც წარმონაქმნი ტროიკის სულისკვეთებით და ძალიან სიმბოლური იყო ხო რომ სამამდე შეზღუდეს იმიტომ რომ ესეთი სადამშელო ორგანოებიც ვერ იტანს რაღაცამ თუნდაც ფასადურ მრავალფეროვნებას ძალიან ესეთი უნდა იყოს ქმედითი ფუნქციური და ნაკლები რესურსი უნდა იხარჯებოდეს. ანუ დაგიბარებს სრულიად აბსურდული რაღაცა სურვილით და საკმარისი არის რომ შენ ამაზე თქვა რომ ეს არის არალეგიტიმური და არ მომრჩილები და საერთოდ ეს არაფერში არ წერია, რა თქმა უნდა მას მოსდევს შემდეგ ანალოგიური სასჯელი, ხო? ანუ ესეთი კონვეიერული წესით მათ შექმნეს პოლიტიკური ოპონენტების ციხეში გასტუმრების ეს თავი საჩვენებელი, ხო? და ემსახურება ერთადერთ ელემენტს, რაც რეჟიმს დარჩა გარდა ამ რეპრესიის ენისა და პროპაგანდისა, რაზეც ვისაუბრეთ, საზოგადოებასთან სასაუბროთ, ერთადერთი რაც მის ასე ვთქვათ, პროპაგანდაზე ჩამოკიდებულ ან გულწრფელ ან გაცნობიერებულ მოსამსახურეებს შერჩათ, ეს არის წარსულის მითოლოგია. ანუ რომ ისინი იყვნენ მართლები 2012 წელს, რომ აი რაღაცა კატასტროფისგან დაიხსნეს ქვეყანა, ეს არის ერთადერთი შეტყობინება, რასაც რეჟიმი უგზავნის ამ აუდიტორიას, ამას ჭირდება ყოველდღიური გამეორება, აი ეს ეგრეთ წოდებული კომისია აკეთებს ამას და რაღაცნაირად ეს არის ეს ტაქტიკა, რომ აი ამ რევანშის, დასჯის, საჩვენებელი დასჯის, ძალის დემონსტრირების ელემენტით შეინარჩუნონ ამ აუდიტორიის ლოიალობა და რომ ეს ლოიალობაც გამოიხატება რაში, რომ ისხდნენ ისინი ტელევიზორებთან და იყვნენ კმაყოფილი. და არ დააკვირდნენ, რომ მათ ჯიბეში ფულის რაოდენობა მცირდება თუ იცვლება თუ მაცივეც არიელია თუ უფრო სავსე, ხო? ანუ ეს ერთი რამ უნდა ვიკითხო რა. ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია შენთან ერთად ჩვენს ეთერში, რომ ეს მეთოდიკა ძალიან ნაცნობია და კარგად აპრობირებულია უკვე. მით უმეტეს საბჭოთა წარსულისთვის დაუშვათ. არა მარტო საბჭოთა წარსულისთვის მგონია რომ ხო იქ მაგრამ თანამედროვე სოფლიოში რის ხარჯს რანაირად ახერხებს ეს მეთოდიკა ისე მოიკიდოს ფეხი. ერთი რომ მეთოდები ძველია და მეორე რომ თან კარგად ნაცნობია. მით უმეტეს ჩვენთვის, ანუ როგორ ახერხებს ეს მეთოდები ისევ იმუშაოს და აქვე დავამატებდი სხვა მსგავს ქვეყნებშიც სადაც რუსეთი არც ცდილობს რომ რაღაც თავის ფესვები გაიგეს იქაც იმავე წარმატებით მუშაობს დაუშვათ ეს მეთოდიკა რამეშია ძლიერი არის სწორედ აი ამ მეთოდების შექმნა. ხო, რა განახლებული რო იყოს კიდე გავიგებდი, განახლებული არის რა თვალსაზრისით რომ თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს, რა თქმა უნდა მიდგომა არის ისევ ძველი პროპაგანდის მთელი ეს არსენალი არის საუკუნოვან გამოცდილებაზე აწყობილი, ოღონდ რა თქმა უნდა ინსტრუმენტები გაცილებით უფრო ესეთია ეხლა მოქნილი სოციალური ქსელები იქნება თუ მეინსტრიმ მედია იქნება თუ ბევრი სხვა ალტერნატიული საშუალება. უბრალოდ რა არის რომ
რომ რაც სადაც არის ან სადაც რუსეთი ახერხებს ამის ადვილად განხორციელებას, ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი არის. ერთი რომ ეს პროპაგანდა არის უკვე წლების პროცესი, მომზადებული აქვს ნიადაგი და შემდეგ მომდევნო ნაბიჯების გადადგმა ადვილი ხდება. თუმცა ჩვენ საუბრობთ ახლა რომ ანუ თუ ამბობთ რომ ეს უკვე დიქტატურა არის და თანხმდებით რომ არის და უფრო და უფრო ახალ ნაბიჯებს გამს კონსოლიდირებისთვის ამ დიქტატურული მართლობის, ხო, რას უნდა ველოდეთ, ხო? თქვით რომ კონკრეტული ნაბიჯები მოსალოდნელია, მაგრამ საზოგადოებისთვის რა არის მნიშვნელოვანი რომ იცოდეს რომ და თქვენ კითხვას უბრალოდ ესეხმიანება რომ როგორ არის შესაძლებელი რომ 21 საუკუნეში აი ესეთი სისტემა იყოს სიცოცხლისუნარიანი. ჩემი აზრით არის რამდენიმე ფაქტორი. ერთი რომ უნდა იყოს იზოლირებული, სრულიად იზოლირებული, ჩაჭრას ყოველგვარი, ასე ვთქვათ, ბმის წერტილი დემოკრატიულ დასავლურ და არა მხოლოდ დასავლურ, ანუ თანამედროვე ჰუმანურ სივრცეებთან, პოლიტიკური იქნება ეს თუ ეკონომიკური კავშირები და იყოს სრულიად ჩაკეტილი და იზოლირებული, პროპაგანდა ვთქვით, ანუ ეს პროპაგანდა შეგნით უნდა მუშაობდეს, ეს გუგუნებდეს, როგორც შეიძლება ითქვას და ამ რეპრესიული პოლიტიკის უკან აქტიური რეპრესიების ხანგრძლივ და უწყვეტ განხორციელებას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი, ფინანსურიც და ადამიანურიც. ანუ რა არის, რომ საზოგადოების ერთმა სეგმენტმა უნდა დაჩაგროს, გაანადგუროს მეორე მასე უფრო დიდი სეგმენტი და ამისთვის ამ სეგმენტის ლოიალობისთვის აუცილებელია რომ ის იყოს პრივილეგირებული, მას ჰქონდეს ყოველდღიურად მეტი და მეტი ჯილდო, ხო? და ეს არის ზუსტად ის ელემენტი, რომლის ნაკლებობა და კრიზისი ჩანს ახლა. ბევრ უკვე ძველ ტოტალიტარულ და დიქტატორულ რეჟიმს აქვს იგივე პრობლემა, რომ ვერ ახერხებს იყოს სრულიად იზოლირებული და როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური და უკვე სამხედრო კომპონენტიც მათზე ახდენს ეწოლას და კრიზისისკენ მიყავს და მით უმეტეს ეხლა დაწყებული ესე დაჩქარებულად აი სრულფასოვანი დიქტატორული რეჟიმის ჩამოყალიბება მოითხოვს იმ რესურსებს, რომელიც თუ კი გუშინ რაღაც დონეზე ივანიშვილს ჰქონდა, შეუზღუდავი ასე ვთქვათ საკუთარი რუსეთისგან მიღებული კაპიტალი, აქ საქართველოს მოქალაქეების ჯიბებიდან ამოქაჩული, მითვისებული ასე ვთქვათ მოპარული ფული და ამას აბრუნებდა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და უფრო მდიდრდებოდა და ხეირს ანახულობდა და შეეძლო არა თუ თავისი სისტემის წარმომადგენლები უზრუნველყო დაეჯილდოებია ამ ჩაგვრელი კურსის გატარებისთვის, არამედ აი ეს ვახსენეთ ხო რეჟიმის მომხრეები, ანუ ისინიც დაეჯილდოებია და წაეხალისებინა, ანუ ის კი არა რომ მარტო პროპაგანდა ყლაპე და იყავი ბედნიერი, არამედ კონკრეტული პატარ-პატარა პორციები მათაც ჰქონდათ ასე ვთქვათ დაჯილდოების და ეხლა ხედავთ რას და ესე ძალიან ყვირის და როცა საუბრობდით რომ პოლიტიკურმა პარტიებმა რა უნდა გააკეთოს და რა არის წარმატების და გამარჯვების გზა, ეს არის სწორი კომუნიკაცია, როცა საუბრობთ რომ ფრუსტრაცია, დაღლილობა არის, ვიღაცებს უკვე კითხვა უჩნდებათ რომ რას გვაძლევს ეს უწყვეტი პროტესტი, გადაკეტვა პროსპექტის და ასე შემდეგ, ხო? ამის გარშემო სწორი კომუნიკაცია არ ხდება, რომ ყველა პროტესტში მონაწილემ და თანამგზნობმა ან დაპირისპირებულმა ადამიანმა დაინახოს ზუსტად ეს ელემენტები, რომ კი რეჟიმს უნდა რომ დიქტატურა გააღრმავოს, მაგრამ მის რესურსები იწურება და ეხლა უწევს ძალიან მტკივნეული მისთვის გადაწყვეტილების მიღება. ანუ ხედავთ, ხო, რომ ის როდესაც აკეთებს თავის ვერტიკალს, აფუძნებს აი ამ ტერორს,